უფალი აფასებს თქვენს მოსწავლეობას, მოწაფეობას. და მნიშვნელოვანია რომ ჩვენ ვაგრძელებდეთ სწავლას. Იმიტომ რომ მოსწავლე, იმიტომაც არის მოსწავლე, რომ მან უნდა ისწავლოს. Потому ученик, потому что он учится. უნდა ისწავლოს. Он должен учиться. და მადლობა რომ ჩვენ გვყავს საუკეთესო მასწავლებელი ძვირფასებო. Спасибо, что у нас есть самый лучший учитель. ჩვენ გვეუბნება წმინდა წერილი რომ მისი წმინდა სული არის ყველაზე კარგი მასწავლებელი. Писание говорит, что самый лучший учитель это Дух Святой. ჰალელუია, ამიტომ გაკურთხებთ მოსწავლე, როგორც მოსწავლეებს დღეს. Я благословляю вас как учеников. ღმერთი ელოდება თავისი ერისგან, ჩვენსგან, თავისი მიმდევრებისგან, Бог ожидает своих учеников от нас, от последователей. რომ მისცენ მას საუკეთესო. Он хочет ожидать, чтобы дали ему наилучшее. რადგან რასაც ადამიანი გასცემს და რაც აქვს მას, მაინც ყველაფერი ღმერთის არის. Да, потому что все, что человек может дать Богу, это так Божие, от Бога исходит. ვერავინ ვერ იტყვის რომ რაღაც ჩემი არის და მივეცი ღმერთს. Никто не скажет, что это мое, и я дал Богу. აბსოლუტურად ყველაფერი ძვირფასებო. რაც Абсолютно გვაქვს. все, мои дорогие, все, что мы имеем. ფაქტიურად ჩვენი არაფერი არ არის, ყველაფერი არის Вот ღმერთის. наше ничего, это все Божие. და ჩვენაც ვართ ღმერთის კუთვნილება. И мы тоже принадлежим Богу, Божия ამენ. часть. ღმერთს უნდა მიუძღვნათ ჩვენი სულის მორჩილება, რაც მთავარია. Да, мы должны вот Богу посвятить наше вот духовное послушание. ეს მე Послушание Духа. გულის წიაღიდან უნდა მოდიოდეს მორჩილება და ამას უნდა უბრუნებდეთ ღმერთს. Да, то есть вот наше послушание должно исходить из сердца и возвращать это Богу. ძეთ მოსემ პოვა მადლი ღმერთის თვალში Да, Моисей нашел благодать в очах Божьих. და ამის გამო ის იქნა გადარჩენილი, დახსნილი და მთელი მისი ოჯახი. Да, и он был спасен, и весь его род, его семья. და რის შემდეგაც, როდესაც ისინი გამოვიდნენ ამ კიდობნიდან, ნოე უпросторად. Да, это Ной был. Да. И когда они вышли с ковчега, и он, и его семья. მან აღავლინა სრულად დასაწველი. Да, и он это всесожжение принес Богу. და ღმერთმა ერთგვარად იყნოსა ეს მსხვერპლი И написано, что Бог обонял эту жертву Ноя. და მას მოეწონა ეს. И написано, что Богу это была угодная жертва. და სწორედ ამ კეთილ სურნელებამ განაპირობა И вот это угодное благоухание, которое... რომ ღმერთმა დაპირება მისცა კაცობრიობას. Да, и Бог дал обещание человечеству. რომ წყლის მეშვეობით აღარ დაღუპავდა იმ სამყაროს. Да, что он не будет уже губить мир водой. იმდენად ეს სიამოვნა ღმერთს ეს მსხვერპლი, ეს კეთილ სურნელება. Да, и вот эта жертва Ноя была так угодна Богу, что вот Бог обещал. და მე მინდა დღეს კეთილ სურნელებაზე ვილაპარაკო მეგობრებო. Я сегодня, мои друзья, хочу говорить о вот этом благоухании. ესეთ მოფიქრობდი ამაზე, ძალიან იშვიათი თემაა და საკითხი. Я думала об этом, эта тема очень такая редкая. და ამიტომ მაკურთხეთ რომ გადმოგცეთ ის რაც უფალმა მომცა. Да, благословите меня, пожалуйста, чтобы я мог вам передать. ღებულობ ჯერა. Да, вот то, что Бог мне как бы положил на сердце. კიდევ ვიღაცებმა ოჩახ. ჰალელუია. მადლობა, თქვენს Да, გაკურთხეთ. я принимаю от вас благословение, спасибо. ჰალელუია. ღმერთს მადლობა თვითფასებო. Слава Богу. იმიტომ რომ ჩვენ ვიცით ხო, ცისარტყელა ეს არის ნიშანი იმისი რომ წყლით აღარ დაიღუპება ეს სამყარო. Да, мы знаем, что радуга это знамение, что не будет вот погибать мир от воды уже. Ну, საერთოდ ცოდვის გამო უნდა იქნეს დაღუპული ეს სამყარო მაინც. Да, все равно за грехи когда-то эта земля будет уничтожена. მაგრამ წყალი არ იქნება, ну, რა ვიცი, შეღავათი არ არის, მაგრამ ცეცხლით დაიღუპება და. Я не знаю, какая разница, уже не вода будет, но огонь. მაგრამ ძვირფასებო უნდა ვიცოდეთ, რომ თუ ჩვენ უფალში ვიქნებით Мы должны знать, если мы будем в Господе. და ერთადერთი გამოსავალი და გარანტია გვაქვს უფალში ყოფნა, რომ გადავრჩეთ. სხვა მხრივ Есть одна გამორიცხულია. гарантия спастись от этих бедствий, это Господь. ჰალელუია. იცით, ღმერთმა თქვა ნოეზე, რომ ის მისი სამდომი იყო, რომ ის იყო მორჩილი, რომ ის ერთგული იყო, ის პოვა ღმერთმა იმ თაობაში. Да, написано, что Бог говорил о Ное, что он такой праведный человек, что Бог его нашел вроде
таким праведным в том ამენ. роде. და დღესაც ეძებს ვირფასებო ეკლესიებშიც ეძებს ღმერთი მორჩილებს, თავმდაბლებს და ერთგულებს და მინდა რომ შენ აპოვნინო მას თავი. И сегодня Бог тоже среди людей церкви ищет тех праведных в роде, которые пойдут за Ним. Я хочу, чтобы ты был в этом числе. რომ აპოვნინო მას თავი. Чтобы ты дал Богу найти себя. უთხარი ღმერთო მე მინდა გაპოვნინო თავი. Скажи, Господь, я хочу, чтобы ты нашел меня. იცით ღმერთს აქვს ესეთი თვისება ის ყოველთვის ვიღაცას ეძებს ვირფასებო. Да, Бог всегда кого-то ищет. ამენ, მას აქვს ესეთი თვისება. Да, у Бога есть такое свойство искать. ამენ და ვის ეძებს უფალი? И кого он ищет? თავმდაბალს ეძებს, Он ищет смиренных. მორჩილს ეძებს, Да, он ищет მორჩილს. ვის послушных, ეძებს ერთგულს верных. და კიდე იცით ვის ეძებს Знаете, ვირფასებო? он кого еще ищет? ვინც მას სულით და ჭეშმარიტებით ეთაყვანება. Так, кто поклоняется ему в духе истине. ეთაყვანება სულით და ჭეშმარიტებით. Поклоняется ему в духе истине. ის არ ეძებს იმას, ვისაც მუსიკალური განათლება აქვს, კონსერვატორია დამთავრებული, დიპლომები, ხარისხები და თუ უმღერებს, ვიპოვე იტყვის, არა. Он ищет те, кто, допустим, закончил консерваторию, очень хорошо все знает. И он говорит, вот я, найди меня, я имею образование. არა, შენ გიპოვე, იმიტომ ესეთი ხარო არა მოხდა. Да, Бог мне говорит, что я нашел тебя, потому что у тебя было классное Amen. музыкальное ის образование. ეძებს ვინც გულით ეთაყვანება, სულში ეთაყვანება Он მას. ищет тех, кто в духе ему поклоняются. ამენ. მე მაგალითად, ამბობენ ჩემზე. მე არ ვიცი დავიჯერე თუ არა, მაგრამ ხმარ მაქვს. Вообще, я не знаю, мне верит, нет, но обо мне говорят, что ты не имеешь голоса. ამენ, მაგრამ მე მთელი გულით ვეთაყვანები უფალს. Да, но я всем сердцем поклоняюсь არ Богу. მაინტერესებს მაქვს თუ არა. მუსიკალური სმენა. Мне даже не интересует, есть у меня слух, вот это музыкальный голос. მაგრამ მე ვეთაყვანები უფალს. Да, но я Богу поклоняюсь. როგორც ვიცი და შემიძლია. Да как я могу, как у меня получается? Рато. Почему? ამიტომ ძალიან მიყვარს იესო. Потому что я очень люблю Господа. ამენ. Иисуса. და რომ მიყვარს, არ შემდგომარეობს ეს სიყვარული Да, и когда ზუსტად. я люблю Иисуса, в чем это проявляется, в чем оно უნდა заключается? გავაკეთო, რასაც მეუბნება. Я должен делать то, что Он мне говорит. ხორცს არ უყვარს, Вот плоть не хочет, не любит. რასაც გეუბნებიან ისაკეთო. Да, делать то, что ей говорят плоти. მაგრამ თუ იესო გიყვარს, Но если я Иисуса люблю, ეს სიყვარული უფრო დიდია, გესმით? да, эта любовь, она выше. ამიტომ უნდა აკეთო, რაც იესოს უნდა. И потому должен делать то, что хочет და Иисус. ეს მოგეხმარება, რომ იყო мис კურთხევაში. Это поможет тебе быть в Божьем благословении. ჰალელუია. Аллилуйя. ღმერთს დიდება. Слава Богу. საული იყო ესეთი მეფე ძვირფასებო. Да, был такой царь Саул. და მანაც გადაწყვიტა ძალიან დიდი მსხვერპლის მიტანა ღმერთისთვის. Он тоже решил принести Богу большую жертву. ძალიან დიდი. Очень большую. ძალიან მნიშვნელოვანი კეთილსურნელება იქნებოდა ამ მსხვერპლის მერე. Значит, и через это жертвоприношение было большое благоухание. მაგრამ ღმერთმა არ მიიღო მისი მსხვერპლი. Но Бог не принял его жертву. მან რა უთხრა გახსოვთ წინასწარმეტყველს. Вы помните, что он сказал пророку? მე გადაუნახეო ღმერთ შესაწირად ეს ყველაფერი, სრულად დასაწველათო. Он сказал, я оставил для Бога самое лучшее из скота, чтобы принести благоухание в жертву. და მინდა რომ მიაქციოთ ყურადღება თუ რატომ არ მიიღო ღმერთმა მისი მსხვერპლის ძვირფასება. Хочу, чтобы вы посмотрели, почему Бог не принял его жертву. თქო დაიმახსოვროთ. Пожалуйста, запомните. უფლისთვის ცოდვილის მსხვერპლი, Да для Бога жертва грешника, ურჩის მსხვერპლი, да жертва непослушного, თავნებას მსხვერპლი. да жертва своевольного არასოდეს არ გახდება კეთილსურნელება. никогда не будет благоухания. ამენ. Аминь. შენ შეიძლება ასეთმა ადამიანმა შეიძლება შესწიროს, Может, такой человек очень много пожертвует, შეიძლება შესწიროს, да, он может пожертвовать, მაგრამ კეთილსურნელება არ იქნება. но в Божьих глазах не будет благоухания. უფალი არ მიიღებს ამას. То есть Бог не примет это. ეკლესიებშიც ყოველ მსახურებაზე არის შესაკრებელი ძვირფასება. Да, в каждой церкви, на каждом служении есть вот приношение, ამენ. сбор. ეკლესია ღებულობს ყოველთვის И церковь всегда принимает ყველასგან, ото всех. მაგრამ Но ღმერთი არ ღებულობს ყველას შესაწირავს. Бог не все жертвы принимает, приношения, не все принимает. ამენ. Аминь. ამიტომ ჩაიხედე შენს გულში. Поэтому посмотри на свое сердце. ღმერთმა გვითხრა ყოველთვის მოიტანე და ხელცარიელი არ გამოცხადე ეკლესიაში. На Бога всегда приноси и не приходи в Божий дом с пустыми руками. მაგრამ Но
კეთილსურნელებად რო იქცეს ეს ყველაფერი. Да, ну что твоя жертва была как благоухание в очах Бога? მაშინ უნდა აკმაყოფილებდე ღმერთის მოთხოვნას. Тогда ты должен вот эти требования до Бога как бы... ამიტომ ღმერთმა არ მიიღო საულის მსხვერპლი Потому Бог не принял жертву Саула. მისი მოარყოფითი მხარეების გამო Да, потому что вот у него были неправильные стороны характера. და საერთოდ გადააყენა ის მეფობიდან. И вообще он его отстранил от царства. გესმით? ამიტომ თავარი ეს არ არის. И главное не это. ღმერთს ჩვენ ვერ მოუხიბლავთ რაოდენობით ჩვენი შესაძლებლობების და მსხვერპლის. Да, мы не можем вот Бога привлечь вот этим жертвам, которые вот много жертв и его привлечь. ჩვენ უნდა ვიყოთ თავმდაბალი, Мы должны быть смиренными, ჩვენ უნდა ვიყოთ მორჩილი. мы должны быть послушными. ამენ. და ჩვენ უნდა ვიყოთ დამჯერი ღმერთის სიტყვის. И мы должны быть послушными Слову Богу. ნახეთ ძვირფასები მე მინდა ცოტა გავერკვიოთ ახლა უფრო ესე შინაურულად როგორც იტყვიან. Я хочу, чтобы как-то вот вглубь კეთილსურნელება. благоухание. ნახეთ, სურნელი ასოცირდება სუნთან. Это благоухание как бы это значит какой-то запах. ამენ. ეს ყოველთვის ასოცირდება სუნთან. Это всегда с каким-то запахом. ყველაფერს გააჩნიათ თავისი სპეციფიური სუნი. У каждой вещи есть свой специальный такой запах. რომელსაც აქვს თავისი მნიშვნელოვანი თვისება. У каждой есть такое свойство такое особое. არც ერთი სუნი არ დაიმალება, შენ სუნს ვერ დამალავ. И никакой запах невозможно скрыть. Ты не сможешь скрыть запах. ამენ. ქვეყნიერებას თავისი სუნი გააჩნია. У мира есть свой запах. ამენ. იესომ გაგვაფრთხილა რომ ნუ გიყვარსო წუთისოფელი. Иисус сказал, не любите мира. ამენ. ის გვაფრთხილებს სერიოზულად. И он серьезно нас учит. იცით კიდე ის რას ამბობს მეგობრებო? И что говорит еще Иисус, знаете? წუთისოფელთან არ იმეგობრო. Он сказал, не дружи с миром. იაკობი გვეუბნება. И Яков говорит, წუთისოფელთან მეგობრობა არის ღმერთთან მტრობა. ибо дружба с миром есть вражда с Богом. ამენ. მოდით ესეთი განტოლებით ავხსნათ ეს ყველაფერი. Давайте мы сделаем такое уравнение. 2 2 პლუს 2 плюс 2 ტოლია равно 4-ის. 4. ამენ. მეთანხმებით? Вы со мной согласны? მათემატიკოსები ხართ. Вы все математики. წუთისოფელი Мир პლუს плюс მეგობრობა дружба არის ღმერთის მტრობა. равняется вражда с Богом. ტოლია ღმერთის მტრობასთან. Это равно вражде с Богом. უდრის ღმერთთან მტრობასთან. Равняется вражде с Богом. მორჩა, წერტილი. Все, закончено. ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ ძვირფასებო. А мы должны быть очень осторожны. იმიტომ რომ ღმერთი გვაფრთხილებს. Ибо Бог нас предупреждает. პირიქით გვეუბნება გამოეყავი, გამოდი, უარყავი ყველაფერი. Он часто говорит, выйди отсюда, отрекись от всего, выйди. და შეიძლება ადამიანმა დამალოს რაღაც ურთიერთობები. Может, человек какие-то свои отношения скроет, მაგრამ но სუნს запах ვერ დამალავ. он не сможет скрыть. მეთანხმებით? Вы со мной согласны? ჰალელუია. მე ესე ძალიან პრიმიტიულად ვეცდები გამმარტო რომ დაიმახსოვრო და რომ კარგად გაიგო თუ рас ნიშნავს Что კეთილსურნელობა значит ძვირფასება. благоухание? Я хочу так очень просто, примитивно вам как бы открыть все это. ამიტომ უნდა ვიყოთ ძალიან მჭიდროდ ძვირფასებო კავშირში უფალთან. Мы должны быть в близких отношениях с Богом. ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო ილუსტრაცია, ხშირად გაჩვენებთ მე ამ ჩანახატს. У меня есть такая иллюстрация, я часто показываю. ნახეთ. Видите? ტალახი არ დაემალება, ვერ დამალავ. Так грязь ты не сможешь спрятать. ამენ. და მას გააჩნია ეს ტალახი. У мира есть. ზეცა ამჩნევს ამ ტალახს. И небо просто видит это. შეუძლებელია, Замечает. შეიძლება ვერ დაგინახონ შენ როგორ ცხოვრობ და როგორ იქცევი. Может не увидят люди, как ты живешь, как ты поступаешь. იმიტომ უფალმა გაგვაფრთხილა არ გაეკარო, მასთან არ იარო, მასთან არ იდგე, არ დაждე, არ გაატარო დრო. შეიძლება ეს დამალო და არ დაგინახონ, მაგრამ სუნი აქვს ამას. Да когда мы дружим, Бог говорит, что не прикасайся к нечистому, не дружи. И может ты будешь скрывать свои отношения, но уже запах ты не сможешь скрыть. ამენ. აი მაგალითად კიდე ესეთი, ელემენტარული ცხოვრებისეული. Вот такой житейский такой. წეგან ჩვენი დაიკო ამბობდა რომ ნახილს ვდენიო ხოლმე საბალახოდ. Там наша сестра сказала, что коров я выгоняю на пастбище. ვიცით რომ კარგი სასუქია ნაკელი. Там мы знаем, что хорошее удобрение это навоз коровий. ამენ. მაგრამ მისი სუნი არ დაემალება. Да, но запах навоза, его невозможно скрыть. ამენ.
ის უნდა ჩამოიბანო და რომ აღარ კონდეს ეგ სუნი, აღარ უნდა იყო მასთან. Да, чтобы не было запаха, ты должен помыться и вообще отступить. Уже не შეიძლება ადამიანი აჩვენებს თავს რომ არ დაულევია ალკოჰოლი. Там может человек показывает, что он не выпил алкоголь, хочет показать, что შეიძლება ეცდება რომ არ შეამჩნევიოს ვინმეს ეს. Да, и он пытается, чтобы люди не заметили, что он... მაგრამ სუნს ვერ დამალავ. Да, ну запах ты не можешь მე скрыть. თანხმებით Вы მეგობრებო. со мной согласны? ამენ. აი, თევზი შეიწვა. Допустим, рыба пожарилась. ნუ რაც იქ აკეთე ამბობენ ლიმონი უნდა მოასხა, ისე უნდა მოასხა, ესე რაღაც ზიგზაგებით მოასხა. Да, говорят, что нужно вот там лимон намазать, что как-то зигзагами все налить. მისმენთ მე. Вы меня слушаете? ამენ. სუნს ვერ დამალავ. Ну запах ты не сможешь. და ზუსტად ესევე და მით უმეტეს ზეცისთვის არ დაიმალება ის თუ ვისთან ატარებ დროს და რასთან ხარჯავ შენს იესოს სიცხლით მოპოვებულ დროს. И тем более ты не сможешь скрыть перед небом, вот с кем ты проводишь время, или с чем ты проводишь время. Человек, который искуплен Богом, Иисусом. ზერფასებო, ქვეყნიერების ერთგვარი სუნი ბჭყალებში დღეს ძალიან მიმზიდველი გახდა სამწუხაროდ ეკლესიისთვის. И сегодня этот там мирской запах, как бы в кавычках, очень привлекательный для церкви стал. მიმზიდველი гахта ქრისტიანისთვის. Стал очень привлекательный для христиан. ამიტომ რა არის შენს გულში? И самое главное, что в твоем сердце. პოლ ვოშირს აქვს ნათქვამი, კარგი გამონათქვამია და მინდა ახლა გაჩვენო. Боже, очень თუ ეს წუთი სოფელი ფლობს შენს გულს, მაშინ საიდან ფიქრობ რომ ზეც არის შენი სახლი? Если этот мир владеет вашим сердцем, почему вы думаете, что небеса ваш дом? იცი, რა არის შენს გულში? Что в твоем сердце? ვინ გფლობს? Да кто владеет тобой? ვისი მსახური ხარ? Да чей ты слуга? და ეს არ დაიმალება. Это не скроется. წუთი სოფელს მისი სუნი აქვს სპეციფიური. У мира свой специфический запах. ამენ ზვიფასებო. ამიტომ თუ ის არის შენს გულში, Если мир в твоем сердце, მაშინ საიდან ხარ დარწმუნებული რომ ზეც არის შენი тогда სახლი? почему уверен ты, что небеса это твой дом? მე რა რო გინდა ზეცაზე მოხვედრა. Ну и что ты хочешь попасть на небеса? ღმერთმა ყველაფერი გააკეთა რომ მოხვდე ზეცაზე. Бог сделал все абсолютно, чтобы და ты попал на ამიტომაც небеса. გვაფრთხილებს ვირფასებო, И потому он нас რომ предупреждает, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. что мы были очень осторожны. როგორც არასოდეს ისეთი სიფრთხილე გვმართებს. Так как никогда быть очень бдительными, осторожными. იცით, რამოდენიმე 1-2 წელია უფრო სწორად. Где-то уже 2 года вот примерно. სულში მაქვს ესეთი ფორიაკი, В духе у меня какое-то беспокойство. რომ რაღაცები ხდება ჩვენს ირგვლივ. Такое беспокойство, что вокруг что-то происходит. ისეთებისგან რომ ვერც კი წარმოიდგენდი ოდესმე ზვირფასებო. Да приходят такие новости от людей, которые я бы никогда не представил, не мог представить, что это ყოფილა произойдет. მომენტები რომ აი ზოგს უთქვამს რომ შენ რო იცოდი მათზე ესა თუ ის თქვა რაღაც სიახლე. Так кто мне спрашивает, что ты знал об этих или об этих, вот эти новости новые, вот эти, ну, არა ზვირფასებო. я говорю, нет, я ничего ისეთი не знал. რაღაცა ემართება სერიოზულ, ну, ადამიანებს და მსახურებსაც მორწმუნეებს. Да, такие вещи происходят ну, с людьми, с верующими, даже служителями. რატომ? И задается вопрос, почему? იმიტომ რომ უფალი გვაფრთხილებს. Потому что Господь нас ფრთხილად предупреждает. იყავი. Будьте осторожны. იფხიზლე. Он говорит, что трезвитесь. უფრო მეტად იფხიზლე, ვიდრე წარმოგიდგენია. Ты трезвитесь больше, чем ты думаешь, представляешь. იმიტომ რომ შენ არავისზე უკეთესი არ ახარ. Аминь. Ты не лучше кого-то. ნუ ფიქრობ რომ შენ უფრო ძლიერი ხარ და არაფერი არ მოგივა და არ დაგემართება. И не думай, что я лучше, сильнее кого-то. ხოთ დაიმახსოვრო მეგობრებო. Пожалуйста. რაც უფრო ფიქრობ რომ აი შეიძლება ეს სფერო შენთვის არის, ნუ ამაში სუსტი ხარ. Да, ты скажешь, вот в этой сфере იმაში სუსტი ხარ. я чуть-чуть слабый, მაგრამ აქ ძლიერი ხარ. но в этой сфере я очень сильный. იქ დაგარტყამს ეშმაკი, სადაც И там გონია რომ дьявол, ты ძლიერი думаешь, ხარ. что ты крепок и силен, там ударит дьявол. ამიტომ ძალიან ფრთხილად იყავი. И потому будь очень ძალიან осторожный. ფრთხილად იყავი და მაგალითი იყოს შენთვის ის, რასაც უფალი ამბობს. И пускай пример будет то, что Бог говорит. ქვეყნიერებასთან კეკლუცი ყველას ძვირი დაუждდება. Да, заигрывание с миром очень там больно садится для людей. და ესე კი არ დაგახვავდება ეგრევე უცებ ერთვენიერ დღეს თავზე რაღაც პრობლემა. И проблема сразу не придет вот на тебя в один день, так бух и все. ძალიან მცირედით იწყება. Все начинается с малого. დღეს ერთი, Сегодня одно чуть-чуть. ხვალე 9 სანტიმეტრი. А сейчас где-то полсантиметра. მერე ოდნავ. Потом чуть-чуть. მერე ერთი და კიდე. Потом еще один. მერე კიდე. Еще. და უკვე მთლიანად ხარ დატყვევებული. И ты
ты полностью уже как бы в плену находишься. მიაქციათ ამას Уже ყოველდღიურად пленник. ვიფასებო. Пожалуйста, будь ამენ. трезвый. იმიტომ რომ ღმერთს უნდა მან ყველაფერი გააკეთა რომ ჩვენ მოვხდეთ ზეცაზე. Бог сделал все, что мы попали на небеса. ყველა Все. არ გაქვს უფლება თქვა რომ ის ღირსი არ არის, ეს ღირსია, ეს მოხდება, ეს ვერ მოხდება და Ты ასე не შემდეგ. можешь сказать, что этот недостоин, этот достоин. ამას უფალი წყვეტს. Это решает Господь. მაგრამ თუ შენს გულში წუთი სოფელია, Если в твоем сердце мир გასმედ. мирское, მალავ და არაჩვენებ ამას ხალხს. ты людям не показываешь, потому что ты скрываешь. ამას მისი სუნი აქვს. У него есть свой запах. ამენ. Amen. და ამას ზეცა ხედავს. И небеса, конечно, видят. და გთხოვ რომ ყურადღებით იყო. И, пожалуйста, будь внимательный. რომელი ღმერთია შენს გულში? На какой Бог в твоем сердце? ვის ემსახურები? Кому ты служишь? ვის უთმობ უფრო მეტ დროს? На кому ты уделяешь больше времени? ის არის შენი ღმერთი, ვისაც უფრო მეტ დროს უთმობ. Да, это есть твой Бог, кому ты уделяешь больше времени. ელემენტარული გამოცდა ჩაუტარე შენს თავს. Да, такой простой пример. დღის განმავლობაში. Вот во время твоего дня, რამდენ დროს უთმობ ბიბლიას насколько ты вот с Библией проводишь время? და რამდენ დროს უთმობ ყველა დანარჩენს. Да, сколько ты ინტერნეტში რამდენი ხარ? сколько ты время ტელეფონში რამდენი в ხარ? интернете, в телефоне, კომპიუტერში რამდენი დრო ხარ? в компьютере, сколько ты времени? ტელევიზორში რამდენი დრო ხარ? Или в телевизоре. აი ეს არის შენი ღმერთი. Это и есть твой Бог. შენ მისი მსახური ხარ. А ты его служитель. ამენ. მარტო შენი ღმერთი კი არ არის ის. Не только он является твоим Богом. შენ მისი მსახური ხარ, შენ გიწევს რომ ემსახურო მას. Ты уже служишь, ты как бы служитель этого. ვისი სუნი გაქვს? Да, и чей запах ты носишь? Что Amen. исходит от тебя? არც კრებულის დღეს შეიძლება მუშაობა ძვირფასებო. И даже во время служения нельзя работать. ამენ. სახურების დღეს შენ არ უნდა გქონდეს სამუშაო სუნი. Во время служения ты должен иметь запах работы. იმიტომ რომ ეს ყველაფერი აისახება ჩვენს მომავალზე. Это все будет видно потом на нашем будущем. შეიძლება დღეს არ ჩანს არაფერი, Может, сегодня ничего не видно. არ არის ისეთი სავალალო შედეგები, Нету такого, плохого მაგრამ конца. ღმერთმა თქვა, არ იმუშაო ერთი დღე. Но Бог сказал, что один день не работай. ნახეთ, მონეტის ორი მხარე. У монеты, две стороны монеты. პირველი, Первая შენ монета. ღმერთს ემორჩილები Первое, ты послушен Богу. და მეორე, А второе, ნახეთ, რამხელა сарგებელი აქვს უფალს но ჩადებული. Бога какая польза для тебя? შენი სხეული არ არის გაანგარიშებული, Да и твою плоть, она для этого не создана. რომ ყოველ დღე იმუშაოს. Чтобы каждый день работать. ამენ, შენი სხეული გაანგარიშებულია 6 დღე იმუშაოს, Да твоя плоть, она რომ 6 დღე იმუშაოს. чтобы 6 дней და работать. ერთი დაისვენოს უნდა, А один день, რომ ჯამთელი იყო чтобы ты был здоровый. და დროზე ადრე არ გაგექცეს სული სადმე. Да чтобы ты не ушел ამენ. да раньше, რომ ჯამთელი იყო, чтобы ты был здоровый. იმიტომ რომ ღმერთი შენზე ჭკვიანია. Бог, он умнее тебя. ჰალელუია. შენ უნდა იმუშაო 6 დღე. Ты должен работать. ვინც არ მუშაობს არ ჭამს. Кто не работает, тот не ამენ სიზარმაცეს უარყოფს უფალი და არ არის სწორი. Да лень Бог ответит. პარაზიტი არ უნდა იყო. Ты должен быть მაგრამ ღმერთს დაუჯერო უნდა. და როდესაც მუდმივად ამას გააკეთებ, Когда ты постоянно слушаешь Бога, ილოცებენ შენთვის. будут молиться за тебя. ან მოუხმობ წყემს და ზეცქცხებს Когда ты придешь в святитель, он поможет და тебе. იმის გამო რომ უჯერებ უფალს, И как ты послушаешь Богу, შენ ჯანმრთელობას მოგცემს Бог даст тебе здоровье. და გაგაძღებს დღეთა დღეებით, წუთებით, წამებით, სიმრავლით. ამენ. მას უნდა რომ ჯანმრთელი იყო. Что ты был здоровый, მას უნდა რომ დიდხანს ცხოვრობდე და ცოცხლობდე. ამენ. дожил долго. და ამიტომ თქვა უფალმა, И потом Бог сказал, 6 დღე იმუშავე, 6 дней работай, ერთი დღე მიდი ჩემთან а один день ко мне და приходи. ზურგ ჩანთაში ჩააწყვე პური, ყველი, ხაჭაპური, წიწილა Да свой вот рюкзак там, цыпленок, А. жареный. и так და далее. იმის გამო არ გაიქცე სახში რომ მოგშივდა. И когда ты проголодал, აქ ჭამეო. აი რა არის პრინციპი ძვირფასებო, ჩემ სახში საჭმელი იყოს რო წერია. в моем доме была пицца. ყველამ უნდა ჭამოს. Да, мы даже есть здесь. და რო გაამრავლებს უფალი. Это Бог, это Господь. მე ვისაც არ აქვს იმას უნდა დაურიგო. И у кого нету, вы даже делиться с голодными. გეყურებათ ღმერთის პრინციპი. Вы понимаете, ჰალელუია. დამთავრებული რო არ არის და გარბი ხარ სახში. еще не закончился, ო, წამალი უნდა დავლიო და რაღაც უნდა მივაყოლო. ты даже можешь მოიტანე აქ წამალი, კაცო და აი მისაყოლებელიც. до лекарства. ამენ. Ты должен нести его с ამენ. собой. ჰალელუია.
იმუშავე, работай, მაგრამ დაისვენე. и отдыхай. ჰალელუია. Аллилуйя. თუ მანქანა გაანგარიშებულია 2 ტონაზე, Если машина может взять на себя груз 2 тонны, 7 ტონა არ უნდა დადო მასზე. 7 тонн ты не можешь на нее положить. შენი სხეული არ არის გაანგარიშებული ყოველ დღე რო იმუშაო. Твое тело не может ამენ работать. 6 დღე იმუშავე. 6 дней работать. ნორმალურად. Нормально? მე 7 დღე. უფალს ეთაყვანე, უფალი განადიდე, უფალს ემსახურე, მას უმღერე, ის ამაღლე. ჰალელუია. ამენ. Аминь. დიდება მას, ეს რა იყო? Слава Богу. თითები დაუკარით თუ ტაში? ასე ქენი? განადიდე უფალი. ამენ. აი ამიტომ თქვა მან ძვირფასო. И потому Господь сказал, დააკანონე შენ ცხოვრებაში. узаконь это в своей жизни. არ არსებობს თუ გინდა ძალიან დიდი მოგება გქონდეს იმ დღეს. Если у тебя будет очень большой успех этот день, ხვეპად გაიღე ეს უფლისთვის. ты должен как жертву Богу дать этот день. და ღმერთი უფრო მეტად გაკურთხებს. И Бог тебя больше უფალი благословит. უფრო მეტს მოგცემს. Бог даст тебя больше. მაგრამ არის საქმე ვინც დაუჯერებს ღმერთს. Если А? кто слушает Господа, послушает Бога. აქ არიან ვისაც ესმის, მაგრამ ვინ არის винც დაუჯერებს უფალს? Да, ну кто здесь, кто не только слышит, но აი ის მიიღებს послушает Бога. კურთხევას. Он примет ვინც благословение. დაუჯერებს, Кто послушает ვინც Бога. გაიგონებს არა. Не кто услышит, ვინც დაუჯერებს, а кто послушает. იქნება ჯანმრთელი. Он будет здоров. ვინც დაუჯერებს, Кто послушает, დიდხანს იცოცხლებს. он долго будет жить. ჰალელუია. ისე რომ ეტყვის მისი შთამომავლობა, რომ მომბეზრდი, წადი რა დაისვენე. Да его родственники скажут, да я устал от тебя, уже хватит тебе, иди уже. გესმის ძვირფასებო, გინდა? რა კარგია. Это хорошо. რომ იტყვი რომ მე უკვე დიდხანს ცოცხლობ ამ Хорошо, მიწაზე я так კაცო. долго живу на этой земле. შვილებო, ხა უკვე ბარგი ვარ თქვენთვის. Он скажет, дети, я уже как бы груз для вас, уже долго очень. რა კურთხევა? Это благословение. ამენ. ამას უფალი აკეთებს. Это делает Господь. დაუჯერებ, Если ты будешь მაშინ послушать, მიიღებ ამ ყველაფერს. если ты будешь послушать, то получишь. კარგად გზნობ თავს ძვირფასებო. Ты себя хорошо чувствуешь? მოდი გავაგზელოთ. Давайте будем продолжим. ჩვენი ღმერთი არის დიდებული ღმერთი. Наш Бог великий. ეკლესია არ არის გასართობი ადგილი. Церковь это не место развлечений. კომპრომისული ქადაგებებისთვის. Для компромиссов проповеди. ამენ. ძალიან ბევრს თუ შენ ღმერთის დამჯერი არ გახდები, Если ты не будешь послушать Богу, ესე გადაიქცევა ეკლესია შენთვის. тогда церковь для тебя сделается вот так вот. გესმით? Развлечение. მოხვედი, Ты пришел, სკამზე დააგდე შენი დაღლილი ხორცი, на твою плоть такую уставшую ты здесь положил на этой скамейке. დააგდე. Ты бросил это. ამენ. და ნუ დაჯექი რომ მოისმინო თან გეერთო. Ты сидишь еще, хочешь развлечения. თუ რამეს ისეც გეტყვის პასტორიო, წარბებს მიაწებებ არ მოგეწონება, И что ты тебе скажет, пастор, тебе не понравится, ты так вот. მაგრამ ელოდი რომ რაღაცა გაგართოს იქან, იტაკი მასხარაოს. И ты хочешь, чтобы он тебя вот как шут развлекал, тебя, чтобы тебе было... სპერჯენს აქვს თუ მუდის არ Я не მახსოვს знаю, или უფასებო вот или ნათქვამი. сейчас говорили, я не помню. ბოლო დროს ეკლესია გადაიქცევა როგორც ცირკი ისეო. Он сказал, что в последнее время церковь будет как цирк. ბევრი ეკლესია ესე გახდება. Что церковь будет как цирк. და პასტორი იქნება როგორც ტაკი масხარა, კლოუნი. А пастор будет как клоун, как шут. ართოს აბა გაიცინე. Он говорит, да давай, ცუც არაფერს არ ამბობს რომ არ გაექცეს მრევლი. да плохой не говори, там, чтобы да, люди не убежали. ჰალელუია. თქვენ ალბათ ლოცულობთ რომ მე ესეთი пасტორი არ Вы, ვიყო. наверное, молитесь, чтобы я не был таким пастором. Amen. Шутом не был. არა ძვირფასებო. Нет. Давай. ეკლესია არის შეცვლის ადგილი, Церковь место нашего изменения, გამოსწორების ადგილი, исправления, ხილების ადგილი, обличения. წვნის ადგილი, დასჯის ადგილი, Это место наказания, შეცვლის ადგილი და კურთხევის ადგილი. изменения и благословения. მოდით ნახეთ ძვირფასებო, როგორი იყო ეკლესია პირველ საუკუნეებში Какой церковь была в первом веке? და როგორი არის დღეს. А сегодня какая церковь? ნახეთ, ერთი ძალიან კარგი მქადაგებელია, მინდა მისი მოსაზრება მოვისმინოთ. Хочу одну послушать. პირველი ეკლესია დადიოდა ხელი-ხელ ჩაკიდებული შევიწროვებასთან, ციხესთან, დევნასთან. დღეს ეკლესია დადის ხელი-ხელ ჩაკიდებული ეკონომიურ აყვავებასთან, ინდივიდუალიზმთან, პოპულარობასთან. Он говорит, что первая церковь ходила в руку с испытаниями, да, стеснениями, с гонениями, с тюрьмами. А сегодня церковь ходит в экономическом таком процветании, такой у них такой индивидуалист, и они очень популярны, Amen. очень большая церковь. ძვირფასებო, არ არის ცუდი არაფერი იმაში, რომ ეკლესიაში იყოს რაღაც. В этом нет очень плохого, что церковь имела такое. უკეთესია, რომ უკეთესი შენობა გქონდეს, რა თქმა უნდა. Конечно, лучше иметь лучшее здание. მაგრამ იესომ რა გვითხრა, იცით? Знаете, что Иисус сказал? მე მდევნიდნენ. Он сказал,
сказал, меня гнали, და თქვენაც გაგდევნიან. и вас тоже будут гнать. მაგრამ კითხვა აი მინდა უფალთან ვიყო. ეს არის მთავარი. Такой вопрос, ты хочешь быть с Богом? ამენ. Аминь. სად მინდა ვიყო, ვისთან მინდა ვიყო? Скажи, где я хочу быть, с кем я хочу быть? სად გინდა იყო და ვისთან უნდა იყო? С кем ты хочешь быть и где быть? იესომ თქვა, მიატოვე ყველაფერი, Иисус сказал, оставь все, აიღე შენი ჯვარი. возьми свой крест, ამენ. სხვისი არა, შენი ჯვარი. не чужой, а свой არ крест. შენი ჯვარი მოკიდო ვინმეს. И свой крест тоже никому не давали. Не შენი можешь- ჯვარი აიღე და Возьми მომყევიო. свой крест и следуй за мной. ამენ. Аминь. მე მდევნიდნენ და თქვენაც Он გაგდევნია. сказал, меня гнали и гнать будут вас тоже. თუ მე ვიყავი დევნებში, შენაც იქნები დევნებში. Если я был в гонениях, и ты будешь в гонениях, ვისაც უნდა ცხოვრება ღმერთთან, აქაც და იქაც. кто хочет жить с Богом здесь и там? გინდა? Хочешь? არის აქ ისეთი ვისაც უნდა. Есть такие, აქაც кто ღმერთთან და იქაც. хочет с Богом быть на земле и на небе. მაშინ დევნილი იქნები ესო თქვა. Иисус сказал, вы будете гонимы. ესო გითხრა ძვირფასებო ტიმოთეში შეგიძლიათ ნახოთ ეს Вы ადგილი можете найти მეორე это ტიმოთეში. второе послание Тимофея. მესამე თავში მოძებნეთ. 3 главе можете открыть. ვისაც უნდა ღვთისმოსაუბაში სიწმინდეში ღმერთის ყოფნა იქნება დევნილი. Сказал, кто хочет жить в святости и благочестии, будет гоним. ამიტომ არჩევანია შენზე. И потому выбор за და тобой. რა ვქნათ რომ ეს წუთის სოფლის სუნი აღარ И გქონდეს? что делать, чтобы этот запах мирской не был на нас? ის არ მოხშორდება. Он запах от тебя не отступит. ძვირფასებო აი შემთხვევით დაგიბიჯებიათ ფეხი აი ნაკელში ან ტალახში. Когда-то случайно ты, допустим, какой-то навоз вот ногой ступал, ო или грязь. როგორ ვიქცევით ამ დროს? Как вы поступаете? ო შეუზრდელო ნაკელო. Говорят, ох ты бессовестный навоз. ტალახო გაუზრდელო. Грязь, какой ты бессовестный. და მომშორდი ეხლავე. Убирайся с моих ног, уходи отсюда. ესე იშორებთ? Да ты так избавляешься от навоза. ოხ შენ რადგანაც იესომ გვითხრა, Так как нам Иисус сказал, რადგანაც იესომ თქვა, да Иисус сказал, რომ ეს ცუდია ეს წუთისოფელი და არ უნდა ვიმეგობროთ. да что-то мир плохой, вы должны с ним дружить. ო შენ ცუდო წუთისოფელო Скажешь, და плохой. ქვეყნიერება. И такая вот мирский. მომწყდი თავიდან. Убирайся от меня. ესე უნდა ვქნათ? Ты должен так сделать. არა ძვირფასებო. უნდა ჩამოირეცხო Ты должен просто омыть. და შენ მოშორდე. Ты должен сам оступить. შენ от უნდა грязи. მოშორდე. Ты должен сам გესმის? оступить. ის ისევ მოგიახლოვდება. Вот эта грязь опять будет к тебе. შენ ისევ подходить. უნდა მოშორდე. Ты должен оступать. შენ უნდა მოშორდე. Ты должен оступать, რომ იყოს უფთა. чтобы быть ამენ. чистым. ის ყველგან არის. Эта грязь პირდაპირ წახვალ წუთისოფელია, უკან მეუბრუნდები წუთისოფელია, მარცხნივ წუთისოფელია, მარჯვნივ წუთისოფელია налево тоже мир. და უფალი გვეუბნება, ნახე, მოშორდი წუთისოფელს. Просто отступи от რომ ამბობდეს, აი იქ არ არის წუთისოფელი და მიდი, ყველა იქ გავიქცევით. გესმით? Скажи, ყველგან წუთისოფელში ვართ. да мы вокруг мира. სანამ ჩვენი სული კიდე არის ამ სხეულში. Да пока мы вот здесь, в этом мире. და მუდმივად უნდა ვიბრძოლოთ, რომ მოვშორდეთ წუთისოფელს, მეგობრებო. Да мы должны всегда გეყურებათ? бороться, შენ უნდა მოშორდე. отступить от мира. დაიბანე ტალახი. აღარ გექნება სუნი და არ გაეკარო. Да ты должен омыться, чтобы не иметь запах. ეს არის პრინციპი თვითფასებო ჩვენი. Этот принцип, თუ что როგორ უნდა მოვიქცეთ სწორად. мы должны правильно поступать. А мы მუდმივად იქ ვიქნებით დევნებში. всегда будем в гонениях. მუდმივად ვიქნებით დევნებში. Будем в гонениях. ამენ. ვიდრე იესო მოვა. Прежде чем Иисус придет. მე ველაპარაკები კატეგორიას, ვისაც უნდა ღმერთთან მოხდეს, ხო? Я говорю с теми, которые хотят быть с Бога, попасть на небеса. ვისაც არ უნდა, ისინი არ იქნებიან დევნებში. А кто не хочет, они не будут гонимы. დღეს ხალხი ეცდება არ იყოს დევნებში, Люди пытаются не быть в гонениях. მაგრამ უნდათ ღმერთთან. Ну, хотят с Бога быть. ეს А без გამორიცხულია. гонения это исключено. ღმერთი გინდა, დევნებიც იქნება. Бога хочешь? Давайте гонения. რატო არ მახარებლობ? Да почему мы не благовествуем? დევნები არ მოგწევს. Мы не хотим შეუროწყოფო არ гонения. მოგწევს. Мы не хотим გაგლანძღავე, оскорбления. იტყვიან სექტანტი ხარ, გაუბერე, შეუბერე, გააფრინე, სახურავი გადაგხდა თავზე. Да у вас уже крыша поехала. აბა დევნა სად უნდა იპოვო? Так ты где должен найти гонения? ო, დევნა მინდა და კი არ უნდა აგინო ხალხს ახლა აქედან გასული რომ გდევნო. Ты должен Аминь. сказать, вот я хочу гонения и буду ругать людей, чтобы они меня არა, гнали. ზვირფასებო, Нет. ხალხი უნდა გვიყვარდეს. Мы должны любить людей. მათ თუ ისინი თუ გვაყენებენ შეურაცხყოფას, უნდა მოუშვიროთ მეორე ლოყა. Если они оскорбляют нас, мы должны вот другую щеку повернуть к ним. მაგრამ იესოსაც уწოდებდნენ სექტანტს. Но Иисусу тоже говорили, называли сектантом. და აქ არის ერთი ძალიან საინტერესო ისტორია ზვირფასებო. Есть такая очень интересная история. დავით მეფე. О царе Давиде. ის უკვე ცხეს მეფედ. Его уже помазали на царство.
და დააჯინეს ტახტზე. Да его сразу же როდესაც вот на престол поставили. წინასწარმეტყველმა ცხო დავითი სამუელმა Когда Самуил помазал, რა ქნა დავითმა გამემზადე ტახტი და დამაჯინეთ сказал, приготовь, ფეხი ფეხზე გადავიდებ я сяду, მე უნდა ვიმეფო ногу на ногу, я მომინიავეთ давайте мне, მომიტანეთ ეხლა საჭმელი принесите мне кушать, ეხლა რაღაც კარგი სიმღერა მიცეკვეთ да мне нужна хорошая песня. ესე იყო Было так, დავითი იცხო მეფედ Давид был помазан на და царство, დაიწყო მისი დევნები и ზურფასი началось его гонение, საშინელი დევნები очень сильный гонение. ესმეთ ნუ იქ რაღაცები მოხდა Что-то произошло. მაგრამ მაინც და მინდა ერთი ძალიან ჩემთვის უსაყვარლესი ადგილი წაგიკითხოთ ახლა. Я хочу прочесть мое самое любимое место. ეს არის პირველი სამუელის 26-ის 19. Это 1 Царь 26:19. პირველი სამუელი. Это 1 Самуила. ჰალელუია. მეფეთ არის კომუნისტების ბიბლიაში. და ნახეთ. როდესაც დევნებში იყო, ნახეთ დავითი რას აკეთებს ვირფასებო. Когда Давид был в гонении, что რამოდენიმეჯერ დაიჭირა საული. შეეძლო მოეკლა. несколько раз вот Давид ловил Саула. მიეპარა ზოგჯერ ეძინა და დაიჭირა, ზოგჯერ ისე უკნიდან მიეპარა, რომ ვერ ფხიზლობდნენ მისი დამცველები. Он открылся и да и мог Саул что-то და ამის შემდეგ ელაპარაკებოდა და უთხრა: "ახლა მოისფინოს მეფე ბატონმა თავისი მსახურის სიტყვები. И пусть выслушает царь слово раба своего. თუ უფალმა აგძრა ჩემს წინააღმდეგ, Если Господь возбудит против меня, კეთილსურნელოვანი იყოს ეს მსხვერპლი." то да будет это благоуханная жертва. ამენ. ანუ თუ უფლისგან არისო ეს, Он сказал, если это гонение от Господа, დევნე თუ კიდე მომკალი. давай и гонение, можешь убить меня. ასე კი უფალს უნდა ეს. И значит, Господь хочет. ნახეთ რა შეუბნება Вот ზვირფასო. что говорит вот Давид. რა კაცია. Как он ამენ. классный Давид. რა კაცია, მეფეა. Он царь. ის მეფეა ზვირფასებო. Он царь. და დევნის ვიღაც, რომელიც გადააყენა ღმერთმა. Да, и Саул его гонит, Саул уже отверг. და გაურბის, იმიტომ რომ მოკლავენ. Он убегает, потому что его убьют. რატო არიცავს ღმერთი? Почему Бог его не оберегает? Ну, это не хранит. ღმერთი რატო არიცავს მეფეს? იმიტომ რომ არ გაიქცეს მოკლავენ. Да, потому он убегает, потому что его... რატო არ უთხრა შენ ვერავინ ვერ შეგეხება, გზდებენ, მაგრამ ვერ მოკლავენ. Да, Бог сказал, что тебя будут гнать и... არა, რაც შეიძლებოდა გარბოდა, რომ არ მოეკლა. Он убегал со всех сил, чтобы не встретиться с Саулом, чтобы его не убили. და ნუ წარმოგიდგენ ახლა შენ შეიძლება დავითის ნაცვლად რო ყოფილიყავი გეთქვა. Если ты был на месте Давида, ты бы сказал, наверное. მე ვერ გავიგე რა. Я ничего не понял. მეფე ვარ Я царь თუ პოლის ჯოხი. или швабра? Я царь или швабра? მეფე ხომ ცხე უფალო. Господь, ты же меня помазал на царство. რატო უნდა გაურბოდე ამას კაცო? Почему я должен от этого Саула убегать? მოყვებით? Вы со мной? დევნები. Гонение. სხვანაირად არ იქნება კეთილსურნელება. Да по-другому благоухание не получится. ჰალელუია. Аллилуйя. კეთილსურნელობა უნდა მიიღოს ღმერთმა. Да Бог должен принять от тебя благоухание. ამენ. Аминь. ძალიან ადვილია მისი მიღება. Да очень легко, როცა ყველაფერი კარგად გაქვს. когда у тебя все хорошо. თეთრ უფალო ჰალელუია. Аллилуйя. ადვილია, ყველა შეუძლია ეს. Да все могут в хорошем условии благоухать. Как бы. ამენ. იცით დავითმა რა გადაიტანა ძვირფასება? Знаете, что принес? ერთხელ დაბრუნდა სახში Один раз он вернулся домой, თავისი ხალხის ერთად. да, вместе со своей командой. ციკლაკში იყო ესეთი ადგილია Это было Сиглак. და აუხრებული დარჩა Он დახვდა видел, ეს что ადგილი. все было сожжено, уничтожено, это город. მთლიანად გადამწვარი იყო Полностью город был сожжен. და არავინ არ იყო მისი ოჯახის წევრებიდან. Из семьи никого не было, все. მიწასთან იყო გასწორებული Написано, что ყველაფერი. этот город сравняли с землей. ადვილია რომ ესე შემთხვევაში თქვა. Очень легко в этом случае сказать. ღმერთო მე ხომ მეფე ვარ. Господь, я же царь. რას მიკეთებ კაცო? Что ты мне делаешь? Что со თუ мной? ეს შენსგან არ არის და ეშმაკ მომცხო. Или этот дьявол меня помазал. Что და происходит? წარმოგიდგენთ ეშმაკი რამდენად იმუშავებდა მასე რომ აო ეს სიცრუე ეს არასწორია შენ მოტყუვდი ცდუნებული Да, ხარ. и дьявол ему говорил, что ты ошибся. Ты, наверное, в обольщении живешь. Все не так, как ты думаешь. მაგრამ დავითი მიხვდა Но Давид понял, რომ ის დევნებში უნდა ყოფილიყო, что он тоже был в гонениях. რომ მიეღწია გამარჯვებას. Чтобы
достигнуть победы. იმიტომ ეს უფრო გემრიელია. Потому что это сладостное. მზამზარეული არ არის გემრიელი. Когда все готово, это не так შენ რომ вкусно. მოიპოვებ ეს არის გემრიელი. Как ты что-то вот приобретешь, это и есть как Амен. бы вкусно. ძალიან ადვილია ესე მიღებულით მადლობა უთხრა. Да очень легко, когда что-то легко получается, сказать მაგრამ спасибо. პრობლემაში რო ხარ, А когда ты в დევნებში проблеме, ხარ, когда ტკივილში в ხარ, гонении, в გასაჭირში болях, ხარ, ты в нуждах, განსაცდელში ხარ в испытаниях, და ეუბნები ღმერთო მადლობა. и говоришь: Господь, я благодарен тебе. Амен. ამენ. მადლობა უფალო ამისთვის. Скажи спасибо, Господь, за это. დიდებული ხარ უფალო. Ты великий Бог. რაც არ უნდა მოხდეს. Чтобы не თუნდაც произошло. გავნადგურდე და ვეღარ სუნთქავდე. Даже если не будут მაინც кричать, მადლობა შენ. скажу тебе მაინც спасибо. დიდება შენ. Хвала მაინც тебе. ქება შენ. Хвала тебе. არ შევწყვეტ. Я не прекращу. მუდმივი ვიქნები ამაში. буду постоянно აი в რას твоей. ნიშნავს ვირფასებო? Вот что რომ значит. ღმერთმა თქვას, აი ეს არის მსხვერპლი. Бог скажет: вот это есть და жизнь. არა რაღაც თანხის რაოდენობით გავაკვირვოთ А не უფალი. то, что какую-то сумму принесу, и Бог удивится. ამენ. სრულად, იცით სრულად დასაწველი რას Что ნიშნავს? такое все сожжения? აი, როდესაც თქვა რაღაც საკლავს კლავს ადამიანი. Когда человек какой-то что-то скос. ხომ თქვა ღმერთმა, მეათედი ჩემი არის. Он говорит: десятина. ნუ აწონე და ნუ თქვათ 200 კილოდან 20 კილო წაიღე ღმერთთან. Допустим, 200 кило и 20 кило Господу десятина. მიეცი მსახურს, იმიტომ რომ ბიბლიაში წერია უნდა მისცე და Тогда служителю дал, потому что Библия поделись служителя. მაგრამ срულად დასაწველი ნიშნავს. Полное всесожжение. ნიშნავს означает, თლიანად მიყავს ეს. это все полностью. და ის იწვება ვერავინ სარგებელს ვერ ღებულობს მისგან. И полностью сжигается, и нету пользы. ამენ. ვერავინ აი ერთ პატარა ლუკმასაც ვერ შეჭამს ვერავინ. Даже маленький кусочек не может. ეს არის съесть. სრულად Это დასაწველი. есть все сожжения. თვითონ სიტყვა გვეუბნება რა არის? Это как слово. და ესეთი сожжение. მიქონდათ ღმერთთან. Да и Богу უამრავი очень много жертв. და ყველაფერს არ ღებულობდა ღმერთი. И Бог не все принимал. ამენ. იმიტომ რომ მას უნდა გულიში. ღმერთი მუშაობს არა იმასთან, რომ როგორ ფულს დაგამშვიდობოს, განგაშოროს. Да, он не хочет, чтобы ты совсем. ღმერთი მუშაობს არა იმასთან, რომ განგაშოროს ფულთან, Да, Бог не хочет тебя вот отделить от денег, что ты отделился. ის მუშაობს, Он работает, რომ კი არ მოგაშოროს ფულთან, да, чтобы тебя не отделить от этих денег. არამედ გულიში მიცვალოს. Он работает, чтобы изменять твое сердце. ამენ. შენ რომ Менять თავისუფალი сердце. იყო. გესმის ვირფასებო რა Свободен, შეესაბ. чтобы твое сердце было აი свободно. რაში მდგომარეობს სვერპლი. Вот и есть жертва. ამენ. იმუშავა ღმერთმა შენს გულთან, როცა დღეს შესწირე რამე. Да, когда ты пожертвовал всем, Бог работал с твоим сердцем, ამენ. თუ არ გაგიკეთებია ეს. или ты ничего не изменилось как-то. ამენ. დაფიქრდი ამაზე. Просто მიაქცი ამას ყურადღება. обрати внимание. რადგანაც უფალს ეუბნება დავითი. И Давид говорит Господу: ღმერთო, მე ხვდები რა შეა საქმე. я понимаю, в чем дело. მივიდა, მისმა მსახურებმა უთხრეს, მოდი მოუკლათ საული. Его служитель говорит: давай убьем ა Саула. ნახე როგორი კარგი შანსი მოგვეცა. Какой классный шанс нам дал. ის გვდევნის ჩვენ რომ მოკლას. Он гонит нас, чтобы убить нас. ერთი დარტყმა და გავათავებ Он საულს. говорит: да один удар и все, Саул будет уничтожен. მაგრამ დავითი არ თანხმდებოდა ძვირფასებო. Давид не და соглашался. ნახეთ რა მაგრად ეუბნება. И что он говорит еще? დაუძახე, საულ მეფე. Он сказал: царь Саул. იმას კი არ ეუბნება, ეს შენ უზრდელო როგორ დევნი Он მე. говорит: ох ты бессовестный, как ты меня შე гонишь. არ რაკაცო შენ. Ты вообще не რა გაგიკეთე ცუდი? Что я тебе сделал плохого? არა. Нет. ნახე დევნილი ადამიანი როგორ ექცევა, винც დევნის იმას. Гонимый человек, как относится вот по отношению к гонителю. მეფე ბატონო, შენი მსახური გელაპარაკები. Господин мой царь, твой слуга говорит с тобой. ჰალელუია. Аллилуйя. რა გული აქვს? Какое сердце у Давида? ხედავთ რა გული აქვს Видите, თვითონ? какое сердце у Давида? გულს ხედავთ? Видите сердце? ღმერთი გულს უყურებს. Бог видит сердце. ამენ. სული საქნა ეს რა ქვია? აქ მარი მოიკლარჩა? და ისა რა ქვია? საული სულ და დადნა რა. Да Саул вообще растаял. მოსაკლავად ძდევს. Он гоняется за Давидом. და ის ეუბნება, ჩემო საყვარელო მეფე, მე შენი მონავა. А он говорит: любимый არ царь, ვარ დამნაშავე რას მდევნი. я не виноват. მაგრამ Я твой слуга. თუ უფალმა აღძრა. Да, но если Бог тебя კეთილ возбудил სურნელოვანი против იყოს. меня, пускай და ეიყოს ეს მსხვერპლი, მას თუ ჭირდება მიიღოს მზად ვარ. Если Богу нужно, да убей меня, я готов до благоухания. Если გებულობ Бог თვითონ допустил. რაში Понимаете? მდგომარეობს კეთილ სურნელება? В чем заключается благоухание? ანუ რომ მძდევ გამაგებინე ეს ღმერთისგან არისო. Он говорит: если ты меня гонишь, это от Бога, ну რა дай мне знать. მაგარია. Как ამენ. классно он говорит. თქვი რა მაგარია. Скажи, как-то сильно. ჰალელუია. მაგრამ თუ ადამიანებმა მაშინ წეულიც იყვნენ და ასე შემდეგ იქ უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა, იმიტომ დავითი ძალიან მაგარ რაღაცას ეუბნება. Ну если так человек, это уже по-другому говорит. Yes, Если mate. люди возбудили. ამიტომ დაიმახსოვრე.
просто თუ закон. გინდა აქ კურთხევით იყო ღმერთში. Если ты хочешь здесь быть благословенным Богом, გინდა хочешь, და გინდა იქ მარადიულად იყო ღმერთთან. и хочешь вечно с Богом быть, დევნილი იქნები. будешь гоним. ჰალელუია. მის გამო, შენი ურჩობის გამო კი არა, ღმერთის გამო. Ты будешь гоним не за свое поведение, а за то, что ты послужен Богу. კარგით, ძვირფასებო, მოდით გავაგრძელოთ. როცა შენ ცხოვრებაში გადმოიფრქვევა ღმერთის სურნელი, Когда вот Божье благоухание зальется в твою жизнь, როგორც დანიელზე გადმოიფრქვა. как было на Данииле, თავად მეფე ნაბუქოდონოსორი მივიდა მასთან და ეთაყვანა. да сам царь Навуходоносор ему поклонился. ამენ. იმიტომ რომ მან დაინახა თუ როგორ ცელდებოდა კეთილსურნელება, ღმერთის კეთილსურნელება მის მსახურზე. Он видел, что какая вот благоухание да Божье было на Данииле. მოდით ნახოთ დანიელის მეორე თავიდან ძვირფასებო ძალიან საინტერესო მუხლებია. Вот Даниила 46-49. 2:46-49. 2:46-49. მაშინ პირქვე დაემხო მეფე ნაბუქოდონოსორი და თაყვანისა დანიელს ბრძანა მოეტანათ მისთვის ძღვენი და კეთილსურნელებანი. Да упал на Навуходоносора и сказал, принесите ему благоухание. მიუგო და უთხრა მეფემ დანიელს, ჭეშმარიტად ღმერთთა ღმერთია თქვენი ღმერთი და მეფეთა ბატონი, გამცხადებელი დაფარავთა, რადგან შეძელია საიდუმლოს გაცხადება და განადიდა მეფემ დანიელი დიდძალი საჩუქრები უბოძა და ბაბილონის მთელი ოლქის მთავრად და ბაბილონის ბრძენ უხუცესად დააყენა. დანიელის თხოვნით მეფემ ბაბილონის საქვეყნო საქმეებზე შადრაკი, მეშექი და ყაბედნეგო დააყენა. თვითონ კი სამეფო კარზე დარჩა. ნახეთ ძვირფასებო, დანიელმა იმის გამო რომ ღმერთის მორჩილი იყო, თავის მეგობრებსაც მისცა რეკომენდაცია რომ წამოეწიათ ისინი. Даниил был верным Богу, он тоже сказал, что я не буду на этой должности, пускай мои друзья, он даже друзьям дал дорогу. ხომ გახსოვთ ეს სამნი? Да вы помните, 3 юноши, ცეცხლის ქურაში რომ შევიდა. которые были в печёре. ჰალელუია, ნახეთ, პავლე მოციქულიც ძვირფასებო მახარებლობას უწოდებს კეთილსურნელებას. И Павел благоухание называет евангелизацию. როცა ახარებ იესო ქრისტეს კეთილსურნელება იფრქვევა, Он сказал, вот когда ты делишь сейчас Евангелием, то это благоухание распространяешь. ამენ. ის გვასწავლის რომ წარმოვდგინოთ თავისრულად და საწველ სასურველ Он მსხვერპლად сказал, ღმერთს. представьте себя в жертву живую для всесожжения. ამენ. კეთილსურნელება, ესეთი ის არის ბერძნულად ეუოდია ნიშნავს ვირფასებო სწორედ ამ სრულად შესაძლებს. По-гречески это слово означает, что всесожжение полностью отдаться, полностью. თუ ღმერთისთვის სასურველი ვიქნებით, ყოველთვის გაგვამარჯვებინებს ის. И если мы будем угодны в очах Бога, то всегда будем победителями. თუ მისთვის სასურველი ვიქნებით, როგორც ქრისტეს კეთილსურნელება, ყოველთვის გამოვალ გამარჯვებული. Если мы будем как благоухание Христова, мы всегда выйдем победителями. მაგრამ პავლე მოციქული ნახეთ რა კარგად ამბობს ვირფასებო. И Павел хорошо ვინც говорит. ღებულობს იესოს და ერწმუნება მისთვის სიცოცხლის კეთილსურნელება იქნება, ხოლო ვინც უარყოფს მისთვის სიკვდილის. Он сказал, кто დაღუპვის. принимает Евангелие, это для них Христово благоухание мы, а кто отвергает, это для них уже запах смертоносный. ანუ ქრისტეს კეთილსურნელება იცით რა არის ქვეყნიერებისთვის? Что для мира Христово благоухание? ვინც მიიღებს სიცოცხლე Кто принимает это жизнь, და ვინც უარყოფს სიკვდილის а кто ზუსტად. отвергает это смерть. მეორე კორინთელთა მეორე თავში, მოდი Это წავიკითხოთ ეს как ადგილი. Коринфянам 2 глава 14:16. 14:16. მეორე კორინთელთა 2:14-16. მეორე კორინთელთა 2 Коринфянам 2:14-16. 14:16. ამენ. მაგრამ მადლობა ღმერთს, რომელიც ყოველთვის გამარჯვებას გვანიცებს ქრისტეში და ჩვენი მეშვეობით წარმოაჩენს თავისი შემეცნების კეთილსურნელებას ყოველ ადგილზე. ვინაიდან ქრისტეს კეთილსურნელება ვართ ღვთისთვის დახსნილთა შორისაც და დაღუპულთა შორისაც. ზოგისთვის სიკვდილის სურნელი, სასიკვდილოდ და ზოგისთვის სიცოცხლის სურნელი, სასიცოცხლოდ და ვინაა შემძლე ამისა. ნახეთ ძვირფასებო, პავლე ძალიან კონკრეტულად და კატეგორიულად გვიხსნის ამ მონაკვეთს. И Павел очень конкретно и категорически объясняет нам вот этот промежуток в этих ამენ. словах. კეთილსურნელება, როდესაც შენ ახარებ. Это благоухание, которое ты... შენი კეთილსურნელება არა, ქრისტეს კეთილსურნელება, როდესაც ქრისტეზე Это не твое ლაპარაკობ. благоухание, это Христово благоухание ты распространяешь. ამენ. როგორ ცელდება ის? Как это распространяется? ამ ოთახში რომ ეხლა ავიღოთ ორი სახის სუნამო. Если мы принесем сюда да, двое духов каких-то, ამენ. ერთი ხარისხიანი, они будут очень такие вот дорогие, ოჩი. да, და качественные, მეორე უხარისხო, ჩვეულებრივი. а другие такие дешевые. ამენ.
და რო დაისხა. Да если ты вот подушишься, вот, Ну, ის უბრალო ეგრევე გაქარწყდება და ორთქდება. да дешевый сразу запах уйдет, сразу мгновенно. ეგრეა. Это же так. მაგრამ რომელიც карგი ხარისხის А те, არის, которые вот таких хорошего ის სუნი качества, შენარჩუნდება. это запах будет долго. და აქ რო ვინმე 1-2 წვეთი დაიწვეთოს, Если кто-то даже 2 капельки накапает на себя, რამოდენიმე на წამში, духов, რამოდენიმე через წამში, какое-то время, რამოდენიმე წამში. минуточка, дай секундочку. ამენ Секундочку. თელს შენობაში, თელს ამ პერიმეტრზე იქნება ის სუნი. Да вот во всей этой комнате на периметре будет запах этих духов. მომყვებით ვირფასებო. აი იქ კუთხეში ეს ჟანამ რომ დაისხას. Да потому что если Жанна надушится, ან აქეთ ზაური. или, допустим, вот Заури надушится, აქ გადმოვა ეგ სუნი это придет сюда და вперед დარჩება. и останется запах. და ამას ამბობს უფალი, И გესმე? Господь об этом говорит. გესმე ვირფასებო. Понимаете? იესოს რო ახარებ, Когда мы говорим об Иисусе, შენ благодарим იესოზე ლაპარაკობ ты говоришь о Иисусе, და მისი მადლის კეთილსურნელება იფრქვევა да, ირგვი. и благодать, благоухание რას распространяется. ნიშნავს ქრისტეს Вот это კეთილსურნელება? есть благоухание ამიტომ Христова. შენ ნუ ირჯები რომ რაღაც შენ გააკეთო ან რაღაც უნდა რაღაცას აკეთებ. Ты не думаешь, что что-то такое особое должен сделать. შენ там. იესოზე თქვი, Ты говори об Иисусе, რაც საჭიროა что нужно. და უფალი თავისი კეთილსურნელებით მოიცავს ხალხს. И Господь сам будет свое благоухание და უფლის распространять. კეთილსურნელება იმუშავებს ხალხზე. Это будет работать с людьми. როგორც ანტონი Благоухание. ლაპარაკობდა Вот დღეს. как Антон говорил об ამენ благоухании, ძვირფასებო. об ამიტომ евангелизации. იესო ყოველთვის მაგალითია ჩვენი. Иисус всегда для нас пример. თუ ვის უნდა მიუბაძოთ, Кому мы должны подражать? მას აქვს უანგარო, მიუკერძოებელი სიყვარული, У него такая კეთილსურნელება ჩვენთვის. нелицеприятная любовь такая. ამენ. Безвозмездная. ეფესავთა 5:2. Это Ефесянам 5:2. იარეთ სიყვარულში ისევე როგორც ქრისტემ შეგვიყვარა და თავისი თავი მისცა ჩვენთვის ღმერთ შესაწირად და მსხვერპლად სასიამოვნო კეთილსურნელებად. მასში იარეთ. Да пребывайте Როგორც в კეთილსურნელებაშიო. любви Божьей, как Бог отдал себя. ასევე რა არის კეთილსურნელება ძვირფასებო? Также что есть პავლე благоухание? მოციქული ამბობს, ახლა მე არ მინდა რომ ბევრი ფილიპელებში არის და წაიკითხეთ შემდეგ. მოყვასის დახმარება და მხარდაჭერა ღმერთისთვის არის კეთილსურნელება. Это помогает ближнему, ставить рядом с ближним. Это и есть благоухание для Бога. პავლე მოციქული ფილიპელებს მადლობას უხდის ბოლოს, Он в конце благодарит филиппийца за რომ მე поддержку. მჭირდებოდა და თქვენ დამეხმარეთ. Я был в нужде, и вы помогли мне. ყველაფერში მხარი დამიჭირეთ. Вы во всем мне были помощниками. ეს помогли. არისო კეთილსურნელება Это ჩემთვის. есть для меня благоухание. და არა от вас. მხოლოდ და მე მადლობა მინდა უთხრა ეკლესიას ძვირფასებო. Я хочу поблагодарить ამდენი წლის განმავლობაში რომ ყველა მხრივ მეხმარება და გვერდში მიდგა. за столько лет, что Амен. рядом со мной помогает ჰალელუია. мне. მაგრამ ყველასთანაც უნდა вიყოთ ესევე Да, мы ძვირფასებო. должны со всеми быть უფალმა рядом. გაკურთხოთ და მოგისხოთ. Пускай Бог благословит и вас ნახეთ, вместит. პატარა იესოს მიართვეს ძღვენი, როდესაც დაიბადა. Когда Иисус родился, ему принесли дары. მოდით დაიმახსოვრეთ карგად. ოქრო, გუნდრუკი და მური. Золото, смирну и... ლადა. Ладан, да, და ладан. მოდი ვნახოთ აბა. ნუ კარგი იყოს ეს მათეს მეორე თავშია. ნახეთ, Да, ладан, правильно. ოქროს აძლევდნენ ღმერთს Да, золото преподносили Богу. და ეს იყო სიმბოლო იმისი, რომ იესო ღმერთია. Это был символ тому, что Иисус Бог. გუნდრუკს მეფეს, Да, смирну царю, უпростоრად ოქროს აძლევდნენ მეფეს. вернее, золото выдавали царю. ამენ, იმიტომ რომ მეფეს ეს მისი დიდებულება იყო და სიმდიდრე და მისი ყველაფერი Это გამსაგველი. было царство, величие, это золото. გუნდრუკი ღმერთს, კეთილსურნელება მიდიოდა მასთან. Да, ладан давали Господу. და მური იყო ძვირფასებო მიცვალებულისთვის, მისი ბალზამირებისთვის. Да, смина была для того, чтобы вот бальзамировать умерших. ამენ. იესოში ყველაფერი იყო იქ დემონსტრირებული, როდესაც დაიბადა, თუ ვინ იყო იესო და როგორ დამთავრდებოდა მისი ცხოვრება. И это было как бы вот пророчество, кто был Иисус и как закончилась его жизнь. ამენ. Аминь. ამიტომ ის აღიარეს როგორც მეფეთა მიწაზე И вы смотрите, как და ის მოbrunდება როგორც მეფე და იმეფებს. царь, ამენ. ის ღმერთია, განკაცებული რა он თქმა უნდა. Бог воплоти, და ის ჩვენს ნაცვლად როგორც ადამიანი მოკვდა ძვირფასებო და იქნა ბალზამირებული. да, и он был умерший, был забальзамирован за нас, ради нас. ჰალელუია. ამიტომ ნახოთ, ვისთან ატარებ დროს, С кем ты проводишь время? მისი სურნელი გაგვშე. Вот этот запах ты имеешь. ამენ. ეხლა რო სათითაოდ ჩაგხედოთ თვალებში, Если я каждому из вас загляну в глаза, თვალებში გამოჩნდება ვისი სურნელი გაქვთ და ვისთან გაატარეთ დრო. я сразу узнаю, угадаю, с кем вы проводили время, с чем. გესმით?
ძირითადად čans. Да вообще-то это видно, не скроется. Hallelujah. ამიტომ ფრთხილად იყავით. Будьте, пожалуйста, ყველაზე осторожны. მთავარი. Самое главное, იყავით ერთობაში. будьте, пожалуйста, в Amen. единстве. შენ გადადგი პირველი ნაბიჯი ერთობისთვის. Ты должен сам сделать первый шаг в შენ пользу უნდა გქონდეს единства. ერთობის კეთილსურნელება. Ты должен иметь благоухание единства. სხვადასხვა ადგილებიდან ერთ ეკლესიაში შეყვარა უფალმა ძვირფასი. С разных мест Бог нас соединил вот в одну церковь, რომ ვიყოთ ერთად. чтобы были вместе, რომ მოვლესოთ ერთმანეთი. чтобы друга обтачивать. ამენ. და ჩვენი მისიაა რომ ვიყოთ მხარი და უჭიროთ ერთმანეთს. И наша миссия поддерживать ყველაფერში друг აბსოლუტურად. друга. Во всем поддерживать друг друга. აი თუ გინდა სუნამოს აღება და დასხმა. Если ты хочешь взять и надушиться духами, პირდაპირ მაგალითად ნამუშევარი თუ ამოხვედი ბოსტნიდან ხო არ დაისხამ სუნამოს. если там что ты вот пришел с огорода и сразу ты не будешь... დასრული ოფლიანი, ტალახიანი. Ты такой грязный, не поможешь, не хочешь вот ჯერ უნდა на душу. გაიწმინდო. Сначала ты должен помыться, ამენ. очиститься, უნდა მოინანიო ძვირფასო. ты должен покаяться. ამენ. უნდა მოინანიო და უფალს უთხრა. Сказать Господу, აღარ მინდა ეს ცხებულება ამწოთი я не სოფლის. хочу это мирское помазание. მინდა შენი ცხებულება Я მქონდეს. хочу иметь твое помазание. მაგრამ მე ისევ კი არ უნდა გაისვარო. Ты должен опять მე უნდა запачкаться. შეინარჩუნო ეს Ты ყველაფერი. должен это как бы соблюдать. ნახეთ რა კარგი ილუსტრაცია მაქვს У ძვირფასო. меня есть классная иллюстрация, посмотрите. მინდა რომ მივაქციოთ ყურადღება და ყველამ დავინახოთ ჩვენი თავი აქ. Так, пожалуйста, увидите себя. ჩვენ ვიცით ბუჩქი რომელიც იწვოდა და არ იწვოდა, როდესაც ღმერთმა მოუწოდა მოსეს. Да, вы помните вот этот укус, который горел и не сгорал? ჩვენ სულიწმინდის ცეცხლს უნდა მივცეთ საშუალება, რომ ჩვენში დაწვას ყველაფერი. Мы должны дать возможность Духу Святому, чтобы он огонь Божий сжег все неправильно внутри რაც нас. ხელს გვიშლის ღვთისმოსაობისთვის. Все, что мешает до благочестия. ამენ. ჯობს აქ რაღაცები დავიწვათ. Лучше здесь что-то сгорело внутри ამენ. нас. ვიდრე მარადიულ цеცხლში აღმოჩნდა. Зачем попадать в вечный огонь? ამიტომ მოინანიე, შემოტრიალდი. Покайся, обратись. სულიწმინდის ცეცხლს მიეცი საშუალება, რომ გაანადგუროს ყველაფერი ზედმეტი. Ты возможно, чтобы არასწორი. Дух Святой огонь, Дух Святой сжег აივსე неправильно. სულით Наполнился Духом. და იყავის შემსრულებელი სიტყვის. Будь исполнителем слова. ნახეთ ბოლო ილუსტრაცია მინდა გაჩვენოთ. Я хочу вам последнюю иллюстрацию. სტივ სმით ვიგზვორდი რასამბობს Говорит Стив ვირფასო. Вигсворт. რომ ნიშნულოვანია ავდგეთ ისე, რომ ღმერთის სიტყვა გქონდეს გოლებაში მანამდე, სანამ იქ შეიჭრება ქვეყნიერება. Я очень важно, прежде чем мы станем утром, чтобы наш разум был наполнен словом, прежде чем мир войдет в наш разум. ჰალელუია. ვიდრე, იცი, რომ გაიღვიძებ. Вот когда ты проснешься, пробудись. ნუ ეძებ ტელეფონს, რომ იქ რა ხდება, Да не ищи телефон. ვინ რა მოგწერა, Что происходит? ვინ რა დაგილაიქა, Да кто что тебе написал? Кто დუნიაში რა ხდება. лайк поставил там? И что происходит в мире? ნუ უშვებ ამ სიბინძურეს შენს Эту გონებაში. грязь не пускай. ბიბლია იხე. Возьми Слово Божие, Библию. ღმერთის სიტყვა შეუშვი შენს თავში. И наполни разум. ამენ. ღმერთის სიტყვით აივსე. Наполни Словом Божьим. და არა მხოლოდ იკითხე სიტყვა. И не только читай Слово Божие. გახდი შემსრულებელი ამ სიტყვის. Будь исполнителем Слова. ამენ. გახდი შემსრულებელი ამ სიტყვის. Будь და исполнителем. რას გეუბნება სიტყვა? Что говорит Слово? და ასევე ზვირფასებო მოდით უკვე ბოლო ადგილი დღეისთვის 151 ფსალმონიდან. Последний псалом, 141. რას ამბობს დავითი? Что говорит Давид? კეთილსურნელებად იყოს ჩემი ლოცვა შენს წინაშე და ხელთა აპყრობა მწუხრის შესაწირად. Там говорит, да будет моя молитва как благоухание перед лицом Твоим, и воздаяние рук как жертва вечерняя. ამენ. ჩემი ლოცვა იყოს კეთილსურნელოვანიო Пускай ზვირფასებო. моя молитва будет как благоухание. ზვირფასებო ნახეთ, ადრე რომ მსხვერპლი მიქონდათ. Когда люди приносили раньше ნუ ესეთი жертву, ეს დადასტურებული არ არის, მაგრამ თქმულებაა ესეთი. тогда что такое было? Это предание. როდესაც მსხვერპლი იწვოდა სამსხვერპლოზე, На жертвеннике возгорала эта жертва, თუ კვამლი სწორად წავიდოდაო, но только предание. Если ты поднимался прямо наверх, ამბობდნენ რომ ესე იგი ღმერთმა მიიღო ეს მსხვერპლი. говорили, что эту жертву принял Бог. და თუ სწორად არ მიდიოდა ეს კვამლი და იფანტებოდა იქ, А если вот дым такой вот рассеивался, ესე იგი ღმერთმა არ მიიღო. они говорят, что значит Бог эту жертву не принял. და ნახეთ დავითი რას ამბობს Что ზვირფასებო. говорит Давид? კეთილსურნელებად იყოს ჩემი ლოცვა შენს წინაშე. Моя молитва перед тобой будет как მე благоухание. რომ ლოცულობ, Когда ты молишься, ეს ლოცვა მსხვერპლი უნდა იყოს ზვირფასებო. молитва должна быть жертва. მსხვერპლი რა არის? Что такое жертва? რა არის მსხვერპლი? Что такое жертва? რისი გაკეთებაც არ გინდა. То, что ты не хочешь. делать. ამენ. ეს არის მსხვერპლი. Это и есть жертва. ამას ქვია მსხვერპლი. Это и есть жертва. რატო არ ლოცულობ? Почему ты не молишься? ერთი სიტყვა Одно слово. არ გინდა. Не хочешь. ამენ. Аллилуйя. ეს ხური მომებხანა.
იქნებ გავიგონო რა. Да это просто я указать сейчас стала. რატო არ ლოცულობ? Почему не молитесь? ხელის აპყრობა, რატო ამოს მერტი აღაპყარით ხელი და იცი წამოწევ ისე რა რომ რატო არ წევ ხელს რო არ გიყვირო და მე იმ წუთში რატო უშვებ ხო? Это что это вот не воздеваешь руки, я написала, воздевайте руки. არა კომფორტულია. Это некомфортно. არ გინდა. Ты не хочешь. გესმის? და იმ წუთში ჩამოუშვებ. Но это обязательно их уже опускаешь руки. მუხლებზე რატო არ დგები? Почему ты на коленке не стоишься? ნუ იქ წინა კვირას რო გაჩვენეთ პურის დივანში ჩაგორება ჯობია. Да лучше Амен. быть на диване такой, как ამენ. хлебный диван. და ნახეთ რას ამბობს დავითი ძვირფასებო. კეთილ სურნელებად იყოს ჩემი ლოცვა. Пускай моя молитва будет как благоухание. ამენ. მოვიდეს შენთან ჩემი ლოცვა. И пускай моя молитва дойдет до тебя. ანუ ჩემი ნებით კი არ ვილოცო. Я не буду молиться по своей воле. შენი ნებისამებრ მალოცე უფალო. Помоги молиться по воле და ნახეთ და დამსაჯოს მართალმა ეს სიკეთეა ჩემთვის მამხილოს ეს არის ზეთისხება ჩემთვის. Да пускай наказывает меня праведник. Это для меня как елей. ამენ. ზეთისხება პამაზანია Да, это как помазание, как елей. ხილება. Да, обличение это Амен. как помазание. ამიტომ ეკლესიაში რომ მოდიხარ კი არ უნდა თქვა მომეფერეთ Ты должен сказать, что в церкви, вот давайте уже гладьте, ласкайте. შემამჩნიეთ Замечайте. მეთაყვანეთ Поклоняйтесь мне. არა Нет. უნდა თქვა მამხილეთ Скажите, обличайте меня. ამ რიგს გესმით მამხილეთ Вот вот ряд. მამხილეთ Обличайте меня, обличайте. მამხილეთ Обличайте. ეს არის ცხებულება Это есть помазание. ცხებულება გინდა Хочешь помазание? მაშინ მხილება უნდა მიიღო Хочешь помазание? ამენ გინდა ცხებული იყო Люби обличение. მაშინ უნდა მიიღო მხილება Ты должен ძვირფასო принимать და обличение. როდესაც ესე მოიქცევი Когда ты так будешь როდესაც поступать. სიტყვა შეუშვებ შენს თავში Когда ты слово запустишь в свой разум. მანამდე ვიდრე ქვეყნიერება შევარდება Прежде чем мир зайдет. როდესაც ლოცველი გახდები Когда ты станешь პეტრე молиться. ღმერთო როგორც მარიამ არა ჩემი ნება არამედ შენი ნება Как მოხდეს сказала ჩემ Мария, ცხოვრებაზე не моя воля, да твоя да будет. გესმით ხორცი მეუბნება რომ არ შევხედო იქეთ Да вот говорит, не смотри туда. მაგრამ შენ რას მეუბნები А ты что говоришь мне? შენ მეუბნები შეხედე მოეხმარე ხელი Да გაუწოდე помоги этому человеку. აი ესეთ შემთხვევაში შენი გადაწყვეტილება იქნება კეთილსურნელება И в этом მისთვის случае твое поведение будет და благоухание. გახდები მისთვის მისაღები И ты станешь для него გახდი გამოსადეგი მისთვის იესოს სახელი და ყველა თქვა ამენ ჩვენს უფალს ვიფასებო მოდი Господу. მოდი წამოვიდეთ Давайте мы все станем. ჰალელუია დათოს